მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია. მე რუბი ვარ, დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. დღეს პოზიციებს აირჩევთ თქვენი პარტნიორის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. და გავიგოთ თუ რას ფიქრობს, რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს. ის ადამიანი, ვისაც თქვენ იფიქრებთ, პირველ პოზიციაზე დღეს იქნება სტიქია, წყალი, ესენი არიან თევზები, მორიელი, კირჩხები. მეორე პოზიციაზე არის ჰაერი, სტიქია, ესენი არიან მერწყული, ტყუპების სასწორი. მესამე პოზიციაზე იქნებიან ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ცეცხლის სტიქია, ხოლო მეოთხე პოზიციაზე დღეს გვეყოლებიან მიწის სტიქიის წარმომადგენლები, რომლებიც არიან თხის რქა, კურო და ქალწული. აირჩიეთ თქვენი პარტნიორის ზოდიაქოს ნიშანი, როგორც გითხარით და ვნახოთ და დავიწყოთ. პირველი პოზიცია. პირველ პოზიციაზე შეგახსენებთ არის მამაკაცები, რომლებიც არიან თევზები, მორიელი, კირჩხები. რას ფიქრობს თქვენზე ეს პიროვნება? რა ფიქრი აქვს მას? სხვათა შორის აქ გვყავს პიროვნება, რომელიც თითქოს გადაწყვიტა მან, რომ ურთიერთობაში აირჩიოს საკუთარი თავი. თუ ახალი ურთიერთობა არის, ეს არის ადამიანი, რომელიც მიეჩვია საკუთარ თავზე ზრუნვას, დიდი ხანია სერიოზულ ურთიერთობებში აღარ შედის, მხოლოდ ინტერნეტ ნაცნობები ყავს, ან რამდენიმე დღიანი ურთიერთობები აქვს, ან სადღაც მიდის, მოდის და უცებ გამოჩდით თქვენ და უკვე ამ ადამიანს აქვს სერიოზული ინტერესი თქვენს მიმართ, მაგრამ წარსული ტრავმები აწუხებს და ფიქრობს, რომ თქვენს გულს ატკენთ, ან ურთიერთობა არ არსებობს გულის ტკივილის გარეშე და თითქოს თქვენთან ურთიერთობა ძალიან უნდა და ის მომენტი აქვს, ფიქრი აქვს, რომ აი ხელიდან არ გაუშვა ეს ადამიანი, კარგი ადამიანი შემხვდა და მოდი ხელიდან არ გაუშვებ ამ სიტუაციას, თან მეორე მხრივ ფიქრობს, რომ გული არ მეტკინოს და თავდაცვაში არის, ამიტომ რაღაცა ჩამოყალიბების ენერგიაში არის, თუ ახალი ნაცნობია. თუ უბრალოდ ურთიერთობაში ხართ, შეიძლება აქ იყოს ისეთი მომენტი, რომ ამ წუთას თქვენზე ეს ადამიანი ფიქრობდეს, რომ თქვენ მისგან უფრო მეც მოელით, არ გაკმაყოფილებთ ის სიტუაცია, რასაც გთავაზობთ და თქვენ ამის გამო გული გტკივათ და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ მის შესაძლებლობებს თითქოს თქვენ გაქვთ ესეთი ფიქრი, რომ მას შეუძლია თქვენთვის მეტი, მაგრამ ის არ აკეთებს, მაგრამ ამ ადამიანის აზრით მას არ შეუძლია ამ ეტაპზე იმაზე მეტი, რასაც გაძლევთ და ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობს. რას გრძნობს თქვენს მიმართ? აქ ისევ ორი სიტუაცია არის, თუ ახალი ნაცნობი არის, უნდა რომ შეგხვდეთ, რაც შეიძლება მალე ვეღარ ითმენს, რომ გადაწყვიტოს თუ რას იგრძნობს და შეხვედრის შემდეგ უფრო ჩამოყალიბდება რა სიტუაციას წამოიწყებს თქვენთან, შემოგთავაზებთ თუ არა ურთიერთობას და რაღაცა თითქოს გადამწყვეტი შეხვედრა არის და გრძნობებიც ამისკენ არის მიმართული, რომ შეხვედრის დროს თუ რას იგრძნობს, ის იქნება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. გრძნობს, რომ ურთიერთობა თან აჩქარდება ხოლმე, მაგრამ რაღაცას მაინც აწყდებით ისეთ პროცესს, რომ ჩერდება და უცებ ვერ იღებს თქვენგან რეზულტატს და აქედან გამომდინარე გრძნობებში ცოტა ჩამოყალიბების პროცესში არის, თუმცა ძალიან დიდი ინტერესი და მოწონება აქვს თქვენს მიმართ. თუ უბრალოდ ურთიერთობაში ხართ, ახალი ნაცნობი არ არის, აქ ამ პიროვნებას აქვს ისეთი გრძნობა, რომ შეგხვდებათ და რაღაცას დაგაიმედებთ, სიმშვიდეს მოგიტანთ, მოგცემთ
რაღაც სტაბილურობას, ისაუბრებთ რაღაცაზე შეთანხმდებით და გრძნობებში უფრო სტაბილური ენერგია წამოვა და ურთიერთობაში სიმშვიდე გექნებათ. იმედოვნებს ამას. რას მოიმოქმედებს? მოქმედებაში ყველაფერი ძალიან კარგად არის. თქვენი ურთიერთობა გრძელდება, კრიზისი გაივლის, ურთიერთობა დათბება, დამშვიდდება, დასტაბილურდება, მოუწევს პატარა манипуляციები თქვენთან. იმიტომ რომ ხდება რომ ხისტად და პირდაპირ თქვენთან სასურველ შედეგებს ვერ მიიღებს. ექნება თქვენთან უფრო თბილი მიდგომა, შეცვლის მიდგომას თუ ახლა თვითონ ნერვებზე არის და რაღაცა ყოლილი არის ემოციებს დასტაბილურდება. ახალი ნაცნობების შემთხვევაშიც და ძველი პარტნიორული ურთიერთობის შემთხვევაშიც აქ მოქმედებაში არის ადამიანის ნაბიჯი, სადაც მოუხმობს გონებას და მოგცემთ იმ გარანტიებს და სიმშვიდეს, ემოციური თვალსაზრისით რაღაცას შეცვლის, მიდგომების შეცვლის, რაც მოგიტანთ სიხარულს და მისი მოქმედება ის იქნება, რომ შეიძლება სადმე დაგპატიჟოთ, უფრო ყურადღებიანი გახდეს, ჩადოს ურთიერთობაში მეტი ჩართულობა, თუმცა რაღაცას, რასაც მისგან აი ამას ითხოვთ რაღაცას, ანუ უცებ დააჩქაროს პროცესი, ან რაღაცა მნიშვნელოვანი განაცხადება მიიღოს, ამ ყველაფერს შეიძლება უცებ თავი ვერ მოუყაროს, მაგრამ იმ ასე ვთქვათ, გარანტიებს მაინც მოგცემთ, რომ თქვენთან დარჩენა უნდა და თქვენ მისთვის ძვირფასი ხართ და ურთიერთობაში სიხალისეს ნამდვილად შემოიტანს. აქედან გამომდინარე, აქ ცუდი სიტუაცია არ არის, იმიტომ რომ ჩართულობას და მოქმედებას ამ პიროვნების მხრიდან აუცილებლად დაინახავთ. მე დაგემშვიდობებით. გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე პოზიციაზე დღეს გვყავს ჰაერისტიკის წარმომადგენელი მეფე. შეგახსენებთ, რომ ესენი არიან ტყუპების სასწორი და მერწყული. მოდი ვნახოთ თუ რას ფიქრობს ეს პიროვნება თქვენზე. ეს პიროვნება ძალიან ეჭვიანობს. ეს პიროვნება ფიქრობს, რომ ურთიერთობაში მარტო არ არის, შეიძლება სხვებსაც წერთ, ან სხვებიც მოგწონთ, ან სხვები ძალიან ცდილობენ თქვენთან დაახლოებას და თქვენ ბოლომდე უარზე არ ხართ, რაღაც კონტაქტები გაქვთ შემონახული. აქ არის ადამიანის ფიქრები, როდესაც არის პანიკა, როდესაც შეიძლება თვითონვე იგონებს ყველა სცენარს და რაღაც გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს, ან თვითონ არის მიდრეკილი რაღაც ფაქტების დამალვისკენ და საეჭვიანო სცენარების შექმნისკენ და ჰგონია, რომ თქვენც ახლა სამაგეროს უხდით და თქვენ საეჭვიანო სცენებს მოუწყობთ და რაღაცნაირად თითქოს ეჭვიანობის საკითხები არის ძალიან წინ წამოწეული. და შეიძლება აქ არაფერი ესე არ ახსნას და ჯერ თავდაპირველად დისტანცირდეს, გაუხეშდეს, ჩაიკეტოს და მე ერთიანად მოგაყაროთ თავისი სათქმელი და აღიაროს, რომ ძალიან ეჭვიანობს თქვენზე. ჯერ საკუთარ თავში და ფიქრებში არის ჩაძირული, თუ ახლა არ გეკონტაქტებათ, უცნაურად იქცევა გარბის ურთიერთობიდან, ამ ადამიანს აქვს ისტერიკა ეჭვიანობის. რაც გრძნობს თქვენს მიმართ, გრძნობს, რომ თქვენ უკვე ძალიან დიდ როლს იკავებთ მის ცხოვრებაში, გახდით იმპერატორი ქალი, დიდი ზეგავლენა გაქვთ უკვე მასზე, რომ თქვენს გარდა სხვა ვერავიზე ვერ ეფიქრება, რომ სხვა არავინ აღარ სჭირდება, რომ სხვასთან ინტერესს ვეღარ ხედავს, ხოლო თქვენზე ეფიქრება და შეიძლება ეს აღიარება საკუთარ თავში, რომ თქვენს გარდა უკვე გზა არავისთან აღარ აქვს, რომ მხოლოდ თქვენ აინტერესებთ, აი ეს უქმნის ზუსტად იმ პანიკას, რომ თქვენგან შეიძლება ესეთი დარწმუნებული არ იყოს ახლა, რომ თქვენც იგივე ინტერესი გაქვთ მის მიმართ. და აქედან გამომდინარე, რაღაცნაირად რაც უფრო მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხდებით, მით უფრო რაღაც უცნაურად იქცევა. რას მოიმოქმედებს თქვენს მიმართ?
მოქმედებაში არის ძალიან დიდი უცნაურობები, იმიტომ რომ ამ ადამიანს ახასიათებს თვითონვე გამოიგონოს პრობლემები, შეიყვანოს ურთიერთობა ჩიხში, გაიქცეს ურთიერთობიდან, უცნაურად მოიქცეს, შემოიტანოს ემოციური საქანელები და სანამ არ დამშვიდდება, სანამ ამ რაღაც გრძნობას კალაპოტში არ ჩააყენებს და სანამ ამ ემოციას კონტროლს არ მოუძებნის, იქამდე შეიძლება საერთოდ არ გამოვიდეს კონტაქტზე თქვენთან, ან ძალიან უცნაურად მოიქცეს, ან იფიქროთ, რომ აღარ მოწონხართ და პირიქით, აი, როდესაც იგრძნობთ, რომ ეს ადამიანი დისტანცირდება და ცივად იქცევა, მაშინ გადის ეს ადამიანი დიდ ემოციებს თქვენს მიმართ და შეიძლება სულ სხვანაირად კიდევ მოიქცეს და ძალიან უცნაური, ასე ვთქვათ, ფიქრები გამოიწვიოს თქვენში. ჯერჯერობით მისი მოქმედება იქნება დამოკიდებული იმ ფაქტზე, თუ თქვენს როგორ მოექცევით. თქვენ შეიძლება ამ ადამიანს კარგად იცნობთ და ისე მიუდგეთ, რომ ეს პერიოდი მალე გადაალახოს და რაღაც დაბრუნდეს თავის ჩვეულ რიტმში, თუ თქვენც რაღაც პრინციპული ხართ ამ შემთხვევაში არანაირ დათმობაზე წასვლა არ გინდათ, ეს ემოციური საქანელები უფრო გაგრძელდება და ხანგრძლივი იქნება. გაგემშვიდობებით. ახლა ჩვენ განვიხილოთ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი მეფე, რომლებიც არიან ვერძი, ლომი და მშვილდოსანი და ვნახოთ ამ პიროვნების ფიქრი თქვენთან დაკავშირებით. აქ ეს ადამიანი თulis, რომ ძალიან მომთხოვნი ხართ, რომ შეიძლება თქვენ გაქვთ იმის მოთხოვნილება, რომ ყველაფერი იყოს ყოველთვის ურთიერთობაში გარკვეული პირდაპირი, ვერიტანთ მერყეობას, ორაზროვან პასუხებს და სულ ცდილობთ, რომ იმ წუთას მიიღოთ პასუხი, სადაო საკითხები მოაგვაროთ, კონკურენციას ვერიტანთ. ხანდახან ფიქრობს, რომ რაღაც ლიდერულ თვისებებს ართმევთ და მის გასაკეთებელ საქმეებს თქვენ აკეთებთ და ხანდახან ამაზე ძალიან დიდი კონფლიქტები შეიძლება ხდებოდეს თქვენ შორის და ამ წუთას ეს პიროვნება თქვენზე ცოტა გაბრაზებული არის, ან ნაწყენი არის, ან ფიქრობს, რომ რაღაც საქმეს, რაც მისი გასაკეთებელია, თქვენ ძალიან აჩქარებთ, ან არ უტოვებთ არჩევანს, რომ თავის ჭკუაზე მოაგვაროს. რას გრძნობს თქვენს მიმართ? თავდაცვა აქვს ამ წუთას. ხო, ნუ აქ უკვე ისეთი სიტუაცია გაქვთ, რომ გრძნობებში უფრო ამოვიდა თავისი პოზიციის დაცვა, რომ რაღაცაზე პანიკაში აგდებთ, რომ რაღაცა ურთიერთობა ამ წუთას იქით არის უფრო მიდრეკილი, რომ რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება გაქვთ, მაგრამ უფრო პირველ პლანზე არის წამოწეული მის გრძნობაში ის ფაქტი, რომ თავისი პოზიცია დაიცვას, თავისი ლიდერობა დაიცვას, რომ თავისი სიტყვა არ დაკარგოს და თითქოს ცოტა აშინებთ კიდეც, იმიტომ რომ ან ვერ გერევათ სიტყვით ეს ადამიანი და მაინც თქვენ შკუაზე იქცევით, ყველაფერს ისე აკეთებთ, როგორც გინდათ. ან რაღაც მომენტებში იმდენად დიდ ზეწოლას გრძნობს, რომ ცოტა შიშებშიც არის, რომ აი ამდენ ემოციას ვეღარ გაუძლებს და ან ცუდ ხასიათზე დგება, ან რაღაც, არ ვიცი, შეიძლება აქ ცოტა კუთხეში მიამწყდეთ და რაღაც ჩიხში შეიყვანეთ, რომ სხვა გამოსავალს არ უტოვებთ. და აქედან გამომდინარე, გრძნობებში არის ის მომენტები, რომ ურთიერთობაში თავი დაიცვას. რას მოიმოქმედებს? ნუ აი აქ ამходით როგორც კვერთხების დედოფალი. თქვენ რაღაც გეჩქარებათ, ეს ადამიანი კი ყველანაირად შეეცდება, რომ ის პროცესი, რასაც ახლა თქვენ აჩქარებთ, ჩაკეტოს და შეიძლება აქ მოქმედებაში ძალიან გაჯიუტდეს, მოიქცეს აბსოლუტურად საპირისპიროდ, რასაც თქვენ მისგან ელით.
მხოლოდ იმ მიზნის მისაღწევად, რომ დაიბრუნოს თავისი ლიდერობა ურთიერთობაში, იმიტომ რომ აქ ორივეს გააქვთ რაღაც ისეთი ხასიათი, სადაც აუცილებლად პირველები უნდა იყოთ და აუცილებლად ისე უნდა გაკეთდეს საქმე, როგორც თქვენ გადაწყვეტეთ. მასაც ესეთი ხასიათი აქვს, თქვენც ესეთი ხასიათი გაქვთ და აქედან გამომდინარე ცოტა კონფლიქტში შეიძლება მოხვიდეთ. და თქვენ ცოტა უკმაყოფილობაში დარჩეთ აი ასე, მაგრამ საბოლოოდ ვერ ვიტყვი რომ იცით რა არის აქ თუ თქვენ გინდათ რომ რეზულტატი მალე მიიღოთ, წინააღმდეგობის გაწევის მაგივრად თავი უნდა მოაჩვენოთ რომ თვითონ არის მართალი და ტკბილი სიტყვით უფრო მიაღწევთ მასთან შეთანხმებას. იმიტომ რომ პირდაპირ რომ შეეჯიბროთ, ეს ადამიანი ძალიან დიდ კონკურენციად აღიქვავს ამ ზეწოლებს და უფრო ჩაიკეტება და უფრო ხელმოუწვდომელი გახდება. აი აქ ესეთი ვარიანტი გამოვიდა და გემშვიდობებით. და მოდი ვნახოთ ახლა ჩვენი მონეტების მეფე, იგივე კურო, ქალწული და თხის რგა, რას ფიქრობს თქვენზე? რა ფიქრებში არის თქვენს მიმართ? ხაკაც რაღაც ეს არის ადამიანი, რომელიც მიგითითებს თქვენ შეცდომებზე, ან რომელიც არის ჩასაფრებულ სიტუაციაში, რომ რაღაც შეგეშალოთ. შეიძლება რაღაცა საქმე წამოიწყეთ, ამ ადამიანმა მოგცათ რჩევები, არ ითვალისწინებთ ამ რჩევებს და ერთი სული აქვს, რომ ეს რაღაცები არ გამოგივიდეთ, რომ მერე წამოგაძახოთ, რომ აი მე ხო ვიცოდი, რომ არ გამოგივიდო და რატომ არ დამიჯერე. ამ პიროვნებას ძალიან უნდა რომ თქვენს თვალში იყოს უპირობო ავტორიტეტი, თქვენს შესაძლებლობებს შეიძლება აუფასურებდეს ამ ეტაპზე. და ცოტა კონფლიქტური სიტუაციები გქონდეთ და ამ წუთას იყოს ჩასაფრებული ან თქვენზე აქტიურად სხვა ადამიანებს ესაუბრებოდეს თუ რამდენად არ ითვალისწინებთ მის აზრს, რომ თვითონ არის ყველაფერში მართალი და ასე შემდეგ. ანუ აქ მოდის ხმლების პაჟი, რომელიც ნათლად გუჩვენებს იმ მომენტს, რომ ამ პიროვნებას აქვს მთელი გულისხმური თქვენზე მომართული, ძალიან გაკვირდება, თქოს ეს კარგი დაკვირვება არ არის, ეს არის ჩასაფრებული ადამიანის პოზიცია. როდესაც უნდა რომ თვითონ აღმოჩნდეს მართალი და თქვენ ცდარი. კარგით, აბა ვნახოთ რას გრძნობს ეს პიროვნება თქვენს მიმართ. შეიძლება აქ ამ წუთას ახლა ესეთი პირდაპირ კომუნიკაცია არ გქონდეთ, ან ურთიერთობაში რაღაც პრობლემები იყოს გაჩენილი, ან უკვე რაღაც დაშორებისკენ მიმავალ გზას გადიოდეთ, ან შეიძლება ყოფილიც კი ჩაიფიქრეთ აქ, იმიტომ რომ რაღაც ურთიერთობაში გარკვევები არის მომატებული ურთიერთობაში, გრძნობებზე მეტად პრინციპები არის მომატებული ურთიერთობაში, არის უკვე საკითხები დაყენებული ვრჩებით თუ ვტოვებთ ამ ურთიერთობას და რაღაცნაირი სიტუაცია, დაძაბული სიტუაცია არის უკვე თქვენს შორის. აქედან გამომდინარე გრძნობაშიც იცი როგორ არის, რომ ისეთი გრძნობა აქვს, რომ თქვენ მის გარეშე მარტო დარჩებით, რომ თვითონ უკეთესად იქნება, რაღაცა ჯიბრები შეიძლება იყოს აქ უკვე, რომ თქვენ თუ მას არ დაუჯერებთ და არ მოусმენთ, თქვენ მოგინდებათ მასთან უკან დაბრუნება. არ ვიცი, აქ მაღალი ეგო წამოვიდა, აქ თუ სიტუაცია ასე არ არის თქვენს ურთიერთობაში და ყველაფერი კარგად არის, დღევანდელი ვიდეო თქვენზე არ არის, რა თქმა უნდა საჯარო გაშლა არის. და ან სხვა ვიდეოს უყურეთ, ან დაელოდეთ ჩემი შემდეგი ვიდეოს ჩაწერას ამ თემაზე. რას მოიმოქმედებს ეს პიროვნება?
მოქმედება და სტრატეგია ძალიან ცუდი აქვს ამ პიროვნებას არჩეული, მას თქვენს მიმართ გრძნობები ნამდვილად აქვს, რეალურად ამოდის როგორც მგრძნობიარე ნატურა, რომელსაც შიგნით ემოციები გულში აქვს თქვენს მიმართ და ნამდვილად თავს გაჩვენებთ, რომ გაციებული არის თუ რაღაც აგრესიული არის თუ აი ეგოს საკითხები ჩართო, რეალურად ეს ყველაფერი მოსდის იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ რეალურად ფიქრობს, რომ თქვენ აღარ აირჩევთ მასთან ყოფნას და დაგასწრებთ, რომ უკან წაიყვანოს ეს ურთიერთობა და იმის მიმართულებით რომ რაღაცები გამოასწოროს, უფრო ენამწარე გახდეს, უფრო რაღაცა ტრანსფორმაციებში გადავიდეს, უფრო რაღაც ამაყი ენერგიებით წამოვიდეს თქვენთან და კონფლიქტები მოსალოდნელი არის უახლოეს პერიოდში. მისი ტაქტიკა არ შეიცვლება, არ დათმება მისი ტაქტიკა, ჯიბრში ჩაგიდგებათ. აქედან გამომდინარე, მისი ემოციები, რასაც გულში აქვს, სიყვარული, იქნება დამალული, ამას არ გამოაჩენს და გამოაჩენს მხოლოდ ხის ენერგიებს და შეიძლება აქ იყოს ძალიან სარკასტული ეს პიროვნება უახლოეს პერიოდში, რამაც გამოიწვიოს სერიოზული განხეთქილება და ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში მოსალოდნელი დაშორება, რადგან თქვენ შეიძლება უკვე ამას აპირებთ, ეს ადამიანი გრძნობს ამას და დაგასწროთ პროცესის აჩქარება, იმის მაგივრად რომ დაათმოს ურთიერთობა თქვენ მასთან დარჩენა მოგინდეთ, ხელს შეგიწყობთ რომ მალე გაიქცეთ მისგან. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას და რა თქმა უნდა მომავალ შეხვედრამდე.